თემა, მოდი დავიწყოთ სულ თავიდან და გავყვეთ პროცესებს ბოლომდე, რა შემთხვევაში შეიძლება გადასახადის გადამხდელს მოუნდეს, ასე ვთქვათ, დავის წამოწყება. ზოგადად დავის საჭიროება დგება მაშინ, როდესაც ორი მხარე ერთმანეთს რაღაც საკითხში არ ეთანხმება. თუ მაგალითად გადაწყვეტს უკვე გადასახადის გადამხდელი რომ გაასაჭიროს, რისთვის უნდა იყოს მზად ის და რა ეტაპების გავლა უწევს. ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავა არის ორეტაპიანი. მაგაც არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც შესაძლოა ვერ მიაღწიოთ აუდიტორთან სათანადო შეთანხმებას და გადაანგარიშება თქვენთვის სასურველი შედეგით არ დასრულდეს. მაყურებელს შეიძლება ეხა ერთი შეხედვით რთული წარმოიდგინოს, ხო ეს პროცესი. შეიძლება კარგი მენეჯერია, მაგრამ არ იყოს ჩახედული კონკრეტულად საგადასახადო მიმართულებით. აი ასეთ შემთხვევაში რას ურჩევთ მათ? საგადასახადო დავებში კრიტიკულად მნიშვნელოვანია პროფესიონალის ჩართულობა. საჩივარი უნდა იყოს აუცილებლად არგუმენტირებულად მომზადებული. ერთია საჩივრის წარდგენა და შემდგომ მეორეა უკვე წარმომადგენლობა. სწორედ ამას შეეხება ჩემი შემდეგი შეკითხვა. სამწუხაროდ ხშირია შემთხვევა, როდესაც გადასახადის გადამხდელი ფიქრობს, რომ თუ RS-ის პორტალზე ატვირთულ დოკუმენტაციას არ გაეცნობა, ეს მას თავს აარიდებს საგადასახადო ვალდებულებებს, მაგრამ თავისთავად ეს არ არის. მადლობა თეო, ფიქრობ საინტერესო გამოვიდა.